ტარო კლავს. დღეს ამას დაგისაბუთებთ. ხშირად ისმის ტაროსთან მიმართებაში, რომ თუ ნიჭი გაქვს, შენ აუცილებლად გამოგივა ტაროს გაშლა კარგად. ტაროს ნიჭი არ არსებობს. ტაროს თუ კარგად შლი, მხოლოდ იმიტომ, რომ დემონი გამოგეხმაურა, რადგან მაღალი იერარქიისთვის მნიშვნელოვანი პერსონა ხარ და დემონს სჭირდება შენი გადაბირება. ტარო არის დემონის პორტალი კარები და ყველაფერს აგიხსნით დეტალურად რა, როგორ და რანაირად მოქმედებს და მუშაობს. ტაროლოგები ხშირად აჟღერებენ ფრაზას, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ნიჭით ხდება, ინტუიტიურად, შენი ნიჭით თუ ხდება ეს ყველაფერი, კარტი რაში გჭირდება? დემონური. ვინ შექმნა ტაროს კარტი და ვისთვის შეიქმნა? გიკითხიათ ოდესმე? რომელი ენერგიის წარმომადგენელმა შექმნა ტარო? მაღალი ენერგიის შუქის წარმომადგენლებმა შექმნეს ტარო თუ დაბალი ენერგიის წარმომადგენლებმა შექმნეს ტარო? ვინ შექმნა ტარო? ორივე ვიცით, რომ დაბალი ენერგიის წარმომადგენელმა შავმა მაგმა შექმნა ტარო და შენ მის ინსტრუმენტს იყენებ. თქვენ გიფიქრიათ ტარო როგორ დაპროექტდა საერთოდ? რა პროგრამებით არის დაპროექტებული? კარტს რო გაშლი რა მოხდება? შენ რა ნიჭს კარგავ? რა წვდომებს აძლევ? დემონს? ტარო შექმნილია იმისთვის, რომ დემონთან კავშირი დაამყაროს ადვილად შავმა მაგმა. მან ტარო მხოლოდ იმისთვის შექმნა, რომ მასიურად ადამიანებს შესძლებოდათ დემონთან კავშირი დაემყარებიათ. ეხლა როგორ არის ტარო დაპროექტებული? ტარო ვინც შექმნა, ის არ არის მაგის შემქმნელი. ტაროსნაირი კონფიგურაციის ტექნოლოგია რო შექმნა, ამას ჭირდება მთელი დიდი ლოგისტიკა და ამას სერიოზული დემონები წერდნენ დიდი ხნის განმავლობაში პროგრამებს, შელოცვებს. თქვენ ამ შელოცვებს და პროგრამებს ვერ ხედავთ, ინსტრუქციას ვერ ხედავთ, თქვენ ხედავთ კონფიგურაციებს და კარტებს. მაგრამ როგორ არის დაპროექტებული ტარო, რა განთქმებია გაჟღერებული მისი შექმნისას, რა პროგრამები და რა კონტრაქტები, თქვენ ამის შესახებ არაფერი არ იცით. მთელი რიგი პროტოკოლებია გაწერილი ტაროს რო კიდებ ხელს, რომ მაგალითად ხელს ვინც მოკიდებს, გაწყდეს კავშირი უფალთან, ამ ადამიანთან წვდომები ქონდეს, დემონს თითოეული გაშლის დროს ვალი დაედოს დემონის, ამ დემონს ქონდეს წვდომა კითხავის სასიცოცხლო ენერგიაზე, ბედისწერაზე, თუ რამე ისა აქვს, თუ რამე სასარგებლო, აბსოლუტური მარიონეტი ხდები დემონის ამ კონტრაქტით. ყიდი შენ თავზე წვდომებს პირდაპირ. ტარო არის დემონის პორტალი, კარები. თითოეული ტარო, ვისაც სახლში აქვს და რაღაც გაშლას ცდილობს, ეს არის გაღებული კარები თქვენ სახლში, თქვენთან მიმართებაში. როცა შლით ტაროს, თქვენ კარებს უღებთ დემონს. ტაროს ვინც იწყებს, ისინი ვარდებიან დაბალი იერარქიის დემონების სიაში. და დემონები უყურებენ, ვის რა ნიჭი აქვს, ვის რა ძალა აქვს, აბა რომელთან მივიდეთ, თუ ღირს მისვლა. ზოგთან არ მიდიან და იმ ადამიანს ტაროს გაშლა არ შეუძლია ამის გამო. ტაროს გაშლა არ შეუძლიას თემა კი არ არის, არამედ დემონი არ გამოიხმაურა და ამიტომ ვერ შლის ტაროს კარგად. მაგალითად, ვიღაცა თუ მოსულია ღვთიური ძალებით, რაც უფრო მაღალი ძალით ხარ მოსული და რაც უფრო მაღალი გეგმით ხარ მოსული ამ სამყაროში, მით უფრო მაღალი იერარქიის დემონები გეხმაურებიან. და როგორც კი ამას აკეთებ, სამყარო შენზე რეაგირებს, მაშინვე ნაცრისფერ სიაში გაგდებს, წითელი დროშა ედება შენს მთავარ ენერგიებს, რომელიც უნდა გადმოგერიცხოს მომავალში, როცა გახსნის შენ ღვთიურობას. და უკვე გამტარი ხარ ბნელის. შენ ღვთიური ენერგიებისგან მოწყვეტილი ხარ იმ მომენტში, როგორც კი სატანის და დემონების მიერ, შავი მაგის მიერ შექმნილ ინსტრუმენტს იყენებ. ამ კარტს აქვს ქვეპროგრამები, შელოცვები აქვს დადებული. ტარო უბრალოდ ციფრები, ვიზუალები და წესები კი არ არის. ის არის დაბალი ენერგიის მიერ შექმნილი კონკრეტული პროტოკოლების მქონე ინსტრუმენტი, რომელიც ამონებს, ვინც მას ხელს კიდებს და იწყებს საზოგადოების მოწამვლას შენი დახმარებით. შენ რომ გონია, რომ უბრალოდ ტაროს ხსნი და რაღაცა შვები, შენ რომ ტაროს შლი, ამ ტაროში არის მთელი რიგი ვალდებულებები, რომელსაც ხელს აწერ. და ეხლა დემონი შენ კარგ ვალდებულებას რო არ დაგიწერს, ხო ხდები მაგდენს. უამრავი პროტოკოლია გაწერილი, მაგალითად ისეთი პროტოკოლია გაწერილი, სადაც წერია, რომ შენ ტაროს გაშლა რომ ცადო შენი ღვთიური ძალებით დემონის გარეშე, შენ ვერ გაშლი ამ კარტს შენი ღვთიური ძალებით. შენ ამ კარტის გაშლა შეგიძლია მხოლოდ თუ დემონი გამოგეხმაურება. ესეთი პროტოკოლებით არის გატენილი. ყველა ვარიანტში წაგებული გაქვს. ყველაფერი გაწერილია და შენ ამას ხელს რო კიდებ, შენ ეს იცი თუ არ იცი, არავის არ აინტერესებს. შენ გარკვევით გითხრეს, ვინ შექმნა ტარო და რვისთვის. შავმა მაგმა შექმნა შავი მაგებისთვის და იძახი რომ სუფთაში ხარ. ატყუებ შენ თავს სუფთაში ხარ, გავიგე სხვა
რიტუალებს არ აკეთებ. მე ახლა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ მიმართა, უბრალოდ ძალიან ბევრია, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ტარო არის ნეიტრალი და შავმაგიურ რიტუალებს არ აკეთებს. რაც პატივსაცემია, მაგრამ ვინ შექმნა ტარო? შენ როგორც კი დემონების მიერ შექმნილ, შავი მაგის მიერ შექმნილ ტაროს ხელში იღებ და გაშლას იწყებ, სერიოზულად ფიქრობ, რომ თავში აზრები რაც მოგდის, მაღალი იერარქიიდან მოგდის? ან შენი ნიჭიდან მოგდის? ანუ მაგას სერიოზულად ფიქრობ? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სერიოზულად ფიქრობ, რომ რასაც შლი და რა ინფორმაციებსაც აწვდი შენს კლიენტს, რომ ეს ღვთისგან არის და დაიხმარება იმ ადამიანს? მაგას მართლა სერიოზულად ფიქრობ? ეს ხო აბსურდია. შენ გინდა თქვა, რომ დემონების მიერ შექმნილი შავი მაგებისთვის ტაროს გაშლით უფალი გამოდის კავშირზე და მაღალი იერარქია გამოდის კავშირზე? ანუ მაგათ ინსტრუმენტზე გამოდის კავშირზე მაღალი იერარქიის ძალები? მართლა სერიოზულად ფიქრობ მაგას? ეს ხო აბსურდია. თქვათ და შენი ძალის დახარჯვით შლი ტაროს. შენ როგორ ფიქრობ? რა ძალა ჭირდება სუფთად რომ სამყაროდან წაიკითხოთ ინფორმაციები? ხო მიდიხართ ტაროლოგთან და გეუბნებათ რომ ეს არის სუფთა და ამაში ბნელის არაფერი არ არის და ამას ვაკეთებ ჩემი ძალით, ხო გეუბნებათ? მაშინ მე ხა კითხვას ვსვამ, თავისი ძალით თუ აკეთებს, რა ცხოვრებით ცხოვრობს? რატომ კითხულობ, იცით ამას? სუფთა ძალებით ადამიანმა ინფორმაციები რო ამოიკითხოს, ჯერ ამისთვის თქვენ უამრავი კითხვა უნდა დაგისვათ, უამრავ თემაზე უნდა მოგისმინოთ და შემდეგ უკვე სამყაროში გამოთხოვა მოხდება ინფორმაციის და შემდეგ წაკითხვა სუფთად. მაგრამ ეს რო გააკეთოს ტაროლოგმა, ეზოთერიკოსმა, უნდა ცხოვრობდეს სუფთა ცხოვრების წესით, ხორცს არ უნდა ჭამდეს, სუფთად უნდა იკვებებოდეს, რადგან მისი სხეული უნდა იყოს სუფთა, გაწმენდილი, ქიმიკატების და ყველაფრის გარეშე რომ ეს ინფორმაციები მიიღოს, სიმშვიდეში უნდა იყოს, სიკეთეში უნდა იყოს და ფაქტობრივად წმინდანის პოზიციაში უნდა იყოს, რომ მომავლის რაღაც კვანძები დაინახოს თქვენი. და რომელი ტაროლოგია წმინდანის პოზიციაში და რომელი აკონტროლებს სიტყვებს, ფიქრებს და კვებას და სხვა დანარჩენს. თავად როგორ არის ტაროლოგი ამ ინფორმაციის წყარო, როდესაც შესაბამისად არ ცხოვრობს სამყაროს ღვთიური კანონზომიერებების მიხედვით. იმიტომ რომ შენ რომ შეძლო მომავლის კვანძების დანახვა, შენ ისე უნდა გასუფთავდე, ისეთი ენერგიები უნდა დააგროვო, რომ ჰიპოფიზი დაგემუხტოს დამატებით მაღალმა იერარქიამ უნდა მოგცეს დაშვება საშვი შესაბამისი, რომ შენ ამ ინფორმაციებზე ცდომა გქონდეს და არაფერს არ იცავ, არც კვებას, არც სუფთად იქცევი, არც სუფთად ცხოვრობ, არც სუფთა ფიქრები გაქვს, არც ქმედებები გაქვს, არაფერი არ გაქვს და ფულის კეთებაზე ხარ გადასული, კაცო, ღმერთმა მოგცეს სამყოფი ფული და ფულზე კი არა ასაუბრა, რომ არაფერს არ ასრულებ იმისთვის, რასაც აჟღერებ, რომ ღვთიური ძალებით ხსნიან, რომ არ ასრულებ იმ რეგლამენტს, რაც მაღალი იერარქიას აქვს. და მაშინ საიდან ხსნი ამას რაღაცა ჯადოსნური ჯოხი? გაშლის ტაროს კარტს და უცებ ღვთიური ძალები ეხსნება. მე რასაც ვშრომობ ჩემ თავთან სისუფთავეს, წესიერებას, კვებას, ფიქრების კონტროლს, სიტყვების კონტროლს, სიკეთეების კეთებას, ამას აზრი არ ქონია, უნდა მოვკიდო ტაროს ხელი და მაშინვე გავიწმინდები, გავსუფთავდები, ღვთიური გავხდები და აი როგორ ვერ მომიფიქრე ამდენი რომ თქვენ მაჯობეთ მეჭკუაში. თავიდანვე ამეღო ტაროს კარტი ხელში, რატო ვიწვალე ამდენი და რატო ვწვალობ? ღმერთო ჩემო, მარტივ კითხვებს არ სვამთ, ხალხო. მარტივ კითხვებს არ სვამთ. რატომ და როგორ და საიდან? აი ამ კითხვებს არ სვამთ და რა ფასი აქვს? ტაროლოგმა რომ ცადოს თავისი ცოდნებით გახსნას სხვა ადამიანის მომავალი თუ სხვა რა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ეწყება. ამიტომ რას აკეთებს ტაროლოგი? ანებებს თავს ამ თავისი ენერგიით ცოდნების გახსნას და ადვილად რაც მოდის ცოდნები, ანუ დემონი რასაც აწვდის, თავში აზრებს, იმ აზრების გაჟღერებას იწყებს გაუცნობიერებლად. ნახე, ეცა და სუფთა ენერგიებით გაიხსნა ეს ცოდნა და მეორე დღეს ცუდად გახდა. და მერე რაღაცა თავში აზრები მოისმინა გვერდით, რომელიც დემონის იყო. და ის აზრები წყალივით წავიდა, ანუ მეორე დილით ცუდად აღარ იყო. და მერე ამ აზრების მოსმენა დაიწყო. ტაროს რომ შლი შანსი არ გაქვს. შანსი არ გაქვს, რომ შენი ძალებით იმუშაო. არანაირი შანსი არ გაქვს ამის. შეგიძლია შენი თავი მოატყუო და თქვა, რომ იცი რა, მე ჩემი ძალებით ქარხანასავით მუშაო და ამდენ გაშლებს ვაკეთებ. შეგიძლია თავი მოატყუო, მაგრამ ეს არაფერს არ შეგიცვლის. როგორც კი შენ ტაროს ხელს კიდევ და გაშლას იწყებ, შენი ძალები იბლოკება, მთავარი ქონება რაც გაქვს, თორე საცეცხლო არა. გეძლევა მხოლოდ
სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგია, სიცოცხლისთვის. ამ გადმორიცხულ ენერგიას დემონი თუ არ გამოგეხმაურება და გაშლებში თუ დახარჯავ ამ ენერგიას, მაინც ხუთ გაშლაზე მეც ვეღარ აკეთებ, უკვე ცუდად ხდები. ჯანმრთელობის პრობლემები გეწყება, რადგან ის სასიცოცხლო ენერგიები, რაც არსებობისთვის მოგცა უფალმა არც მეტი არც ნაკლები, შენ უკვე იყენებ ამას ტაროს გასაშლელად. ხვდებით რას ვამბობ? ანგარიში ებლოკება ღვთიური ტაროლოგს, ან დემონთან ურთიერთობს, ან ვერ შლის კარს. ტარო და ღვთიური ჩვენი ენერგიები ერთად არ მუშაობენ. სხვადასხვა შექმნა. მე თავად მინახავს, ჩემი თვალით. ტაროლოგი რო ტაროს შლის, რა ხდება მაგ დროს? ის არსიც მინახავს. ოღონდ იქ მე არ ვიყავი ფიზიკური სხეულით. ყურში ჩურჩულებს და ის თუთიყუშივით იმეორებს. ტაროს რომ შლი, შენს გვერდით არის დემონი, რომელიც კარნახობს აზრებს. ფიზიკურად იმ სივრცეშია, უბრალოდ თვალებით ის არსი არ ჩანს. და ყურთან ჩურჩულებს ინფორმაციას ტაროს ვინც შლის მას. ტაროლოგი არის დემონის თუთიყუში. სამწუხაროდ ეს რეალობა. დემონის თუთიყუშობა ტაროლოგიის ერთ-ერთი წახნაგია. თუთიყუში შეიძლება ბევრისთვის შეურაცხყოფა იყოს, მაგრამ თქვენ რო შეხედოთ როგორ ხდება ტაროს გაშლის პროცესი მესამე თვალით, ეთერული განზომირებიდან, ეუბნება ფრაზებს და ეს იმეორებს. ტაროლოგს გონია რომ თავისი ინტუიციით მოვიდა თავში. ეუბნება, ის იმეორებს. ეს კადრი რო ვნახე, პირველი რაც გამახსენდა, თუთიყუში გამახსენდა. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ. იგივე პროცესი ხდება. თუთიყუში რო ეტყვი და ისიც და რო იმეორებს. რაცაც ეს დემონი ეუბნებოდა, ის იმეორებდა ერთ-ერთში. და ამ ადამიანს გონია თავისი აზრებით ლაპარაკობს იმ მომენტში. თქვენც რო ნახოთ ეთერული განზომილებიდან რა პროცესი ხდება, თუთიყუში გაახსენდება, იმიტომ რომ ზუსტად თუთიყუშის მდგომარეობის პოზიციაშია ტაროლოგი და იგივე პროცესი ხდება. ამით მე ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ. უბრალოდ ფაქტს აღვწერ რა ხდება. თქვენ ტაროლოგთან რომ მიდიხართ, თქვენსა და დემონ შორის, თუთიყუშს შორის კი არა, თქვენსა და დემონ შორის იდება კონტრაქტი. თუთიყუში გამტარია უბრალოდ. თქვენ რომ გესაუბრებათ ტაროლოგი, თქვენ გესაუბრებათ დემონი, იცოდეთ ეს. შესაბამისად, როგორც კი თქვენ დემონთან კავშირში შედიხართ კომუნიკაციაში, თქვენ არ გიჟღერებენ რას აძლევთ სანაცვლოდ. რადგან თქვენ ეს კითხვები არ დაგისვამთ იქ რომ მიხვედით. მიდიხარ ტაროლოგთან და ეუბნები, არანაირ ჩემს პირად ენერგიაზე წტომას არ გაძლევ. მიდი აბა და უთხარი ტაროლოგს, არანაირ ჩემს პირად ენერგიაზე წტომას არ გაძლევ, არაფრის უფლებას არ გაძლევ. მიდი და თუ წაგიკითხავს ნახე. რაღაცას წაგებოდიალება და აზრი არ ექნება შიგნით. იმიტომ რომ კონტრაქტი არ დაიდება თქვენ შორის. თქვენ არ გიჟღერებენ კონტრაქტის წესებს. ტაროზე რომ მიდიხარ, სასიცოცხლო ენერგიას გართმევს. ეს იგივე არის შენი ბანკის ანგარიშის პაროლი და კოდი რომ იცე. შენს სასიცოცხლო ენერგიებზე წვდომა აქვს უკვე. რადგან კონტრაქტის დეტალები არ გაგიჟღერებია რომ მიხვედი ტაროლოგთან. მე ტაროს შემდეგ ძალიან სერიოზული პრობლემები გეწყება, ახლა მაგ ხმად არ შევალ. იმიტომ აშლევინებ გამუდმებით ტაროს ტაროლოგს, რომ პრობლემები უფრო გიმძიმდება და გიმძიმდება. თქვენ გულებში დასვით კითხვა. ტაროლოგთან რომ მიდიხარ, უკეთესობისკენ შეიცვალა თუ უკანლის ხარეს შეიცვალა თქვენი ცხოვრება? დემონი, რასაც გეუბნება შენ ტაროლოგის გამტარობით, პირველი რასაც გეუბნება სიმართლეს. ეს გჭირს, ეს გჭირს, ეს გჭირს. და უკვე ამით გადაიხადა იმ კონტრაქტის ვალდებულებები, რაც შენთან დადონ. ის ვალდებულია რა კონტრაქტს დაგიდო, გადაგიხადოს რაღაცით, მიზერულით. ხუთი თეთრი გადაგიხადოს, აი, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები ხუთ თეთრად და ლარად ყიდულობენ ჰექტრებს, მილიარდის საფასოს, ისე ყიდულობს შენგან სისულელეებით შენ სასიცოცხლო ენერგიებს და შენზე წვდომებს. კონტრაქტი როგორც კი დახურა და გითხრა სიმართლე, დაამატა თავისი აზრები, დაგიპროგრამა, იმატებს. მაგალითად გეტყვის, რომ შენ გელოდება წარმატება ამაში, მაგრამ შეძურდები შეყვარებულს. ან რაღაცა მოგივა ესეთი, ან ის მოხდება, ან ეს მოხდება. მერე გამოყვა, იმიტომ რომ შენ წვდომები მიეცი და რეალობაში აზრებში დაგიფინა, ეს რეალობა ეჭვები გაგიჩინა, მაგალითად შენი ქმრის მიმართ, იმის მიმართ, დაქალის მიმართ, მოყვება, შენ მიეცი ამის უფლება და თავში გესმის მისი აზრები და მისი აზრები შენი აზრები გგონია. და მიყავხარ იმ რეალობამდე, სადაც მას სურს და მერე ისევ გჭირდება ტაროლოგი, იმიტომ რომ პრობლემები გაგიორმაგდა. მერე ისევ მიდიხარ და ისევ მძიმდები და ესე ხარ ჩაფლული ამ მდგომარეობაში. ისეთ ბინძურსაკენ გსუყრის. როგორც პურის ნამცეცები ტყეში და რომ იყვებოდი ამ პურის ნამცეცებს, ისე მიყავს ამ დემონს ეს ადამიანი სადღაც ხრამისკენ და ბოლოში ხრამია და გადააგდებს. რატო აკეთებს ამას? რომ ისევ მოვიდეს ეს ადამიანი რეგულარულად იაროს და რეგულარულად ტოვოს ენერგია და რეგულარულად ადამიანმა დათმოს ძალები. ზოგჯერ არის რომ ტაროლოგთან ადამიანი რომ მიდის, მე ვერაფერი
ვერ გამიშალა ამბობს. ზოგი ამბობს იმ კონკრეტულმა მე მაგრად გამიშალა და ვერ ხვდებიან ესენი რა ხდება. ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ვიღაცა მივიდა ადამიანი და მას აქვს ორი ქულის ენერგია. და დემონი არ არის დაინტერესებული საერთოდ იმ პიროვნებით და ძალიან დაბალი პროცენტულობით უხსნის ცოდნებს. არ არის დაინტერესებული. და ვიღაც მივიდა და რაც უთხრა ტაროლოგმა 100%-ით აუხდა. და ამბობს რომ სიმართლე ყოფილა ტაროო და სინამდვილეში შენ იმიტომ აგიხდა 100%-ით რომ იმხელა ძალები ჰქონდა რომ დიდი სიამოვნებით მოგემსახურა ბნელი. შენით დაინტერესდა. გაშლა კი არ მოხდა კარგი შენთვის და ვიღაცისთვის ცუდი, არამედ ორი ქულა ქონდა იმას და ის არავის არ აინტერესებდა და შენ ენერგიების კუთხით მაღალი იერარქიის გეგმებში ხარ, მნიშვნელოვან გეგმებში და რომ მიხვედი იქ, ყველაფერი გაგიშალა, რაც უფრო მეტი გაგიშალა, მით უფრო მეტი შენზე ცდომები გადაეცი მას. და ის დაინტერესებული ხა მარტივად გეტყვით, რო შემოვიდეს თქვენს მაღაზიაში, რომელსაც ორი თეთრი არ უდევს ჯიბეში, როგორ მოემსახურებით სტანდარტულად და რო შემოვიდეს მილიარდელი, როგორ მოემსახურებ თავზე გადაყვებით, ხო? იგივე ხდება ტაროლოგთან. მიდიხარ ტაროლოგთან, ფულს იხდი, მოდიხარ. მიდიხარ ტაროლოგთან, ფულს იხდი, მოდიხარ. მე მგონი შენ მაღალი იერარქია Walmart-ი გგონია და რომელიღაც სავაჭრო ცენტრი. ფული არაფერი არ არის. ეს შენთვის არის ფული რაღაც და ტაროლოგისთვის, თორე სამყაროს ენერგიებისთვის ფული არის არაფერი, სიცარიელეა და შენ გგონია ფულით იხდი. ტაროლოგს გასაგებია ფულს უხდი, მაგრამ იმ ძალებს რით უხდი, რომ მიხვედი და წამოხვედი? მაგით უხდი? არამატერიალურ ენერგიას რომ არ უხდი არაფერს და მიდიხარ და მოდიხარ. რით უხდი შენი აზრით მას? შენი თავით, შენზე ცდომებით. მარტივ რაღაცას არ ვლაპარაკო? მე მგონი მარტივად ვლაპარაკო. შენ ღვთიურ ენერგიას რომ იყენებ ადამიანის წინასწარმეტყველებისთვის, შენ ამას რო უკვე გააჟღერე დემონებმა გაიგეს ამ ადამიანის მიზანგეგმა, რაც შენი ღბული იყო და ტაროლოგი რო გიხსნის შენი მომავლის რაღაც კვანძებს, შენ თავად აძლევ დემონს ყველაფერთან ერთად რო იცოდე, რომ შენი მომავალი გამოჩნდეს. მაგამდე ვერ ხედავე. შენი მომავალი რაც შენ და უფალმა უნდა იცოდეთ მარტო საიდუმლოა ეს. შენი მომავალი საიდუმლოა, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეხა ტერმა რო გაიგოს შენ რას აპირებ და როგორ აპირებ რაღაცეებს, მონახაზი გეგმის. შენ უკვე დამარცხებული ხარ და შენ რომ მიდიხარ ტაროლოგთან და ამკითხავებ, შენი ყველაზე დიდი საიდუმლოს გამხილაზე აძლევ თანხმობას. შენი მიზან გეგმის რით მოხვედი აქ, რომელიც უფალთან ერთად შექმენი, რომელიც მხოლოდ შენ და უფალმა იცით. ამ მიზან გეგმის გაცემას აკეთე და უკვე ეს მიზან გეგმა რო გაეცი შენ, დემონმა იცის სად დაგიდოს კვანტი. ძალიან ბევრი წახნაგობრივი პროცესი ხდება, მაგრამ ტაროლოგთან მისვლის დროს ხდება შენი ღვთიური მიზან გეგმის გაცემა. მომავალს კი არ წინასწარმეტყველებ ტაროლოგთან, არამედ შენი მომავლის პროგრამის პროტოკოლებს აძლევ, ყიდი გაუცნობიერებლად, რის შემდეგაც კვანტს გიდებს ადვილად, რის შემდეგაც შენზე ცდომები ეძლევა, რის შემდეგაც. როცა შენ ცდილობ ხელოვნურად მომავალი დაინახო, თან ვიღაც უცხო ადამიანის და ფულის ანაცვლოდ, შენ ცდილობ სამყაროს პროტოკოლების გატეხვას, მექანიზმების გატეხვას, სამყაროს წინააღმდეგ მიდიხარ მაგ დროს. ღვთიური ძალები მაშინვე იბლოკება ადამიანში, როგორც კი ადამიანი იწყებს ტაროს გაშლას. ნებისმიერი ტაროლოგი თავისი ძალით არ ხსნის ტაროს კარტს, არამედ ხსნის დემონთან კონტრაქტის შედეგად. როგორც კი შენ ტაროს ხელი მოკიდე, შენ უკვე დაგებლოკა ღვთიური ძალები, ნიჭები. მაშინვე გააქტიურდა საკეტი, ღვთიური საკეტი გააქტიურდა, რომელმაც ჩაკეტა შენი ნიჭი, რომ არ მოხდეს შენი ნიჭის გადინება ტაროში. და რადგან შავი მაგის და დაბალი ქვეიერარქი ის მიერ არის შექმნილი ტარო, რა თქმა უნდა, გარე მაღალი ენერგიის მქონე ძალები არ კავშირდება ტაროსთან. ანუ შენ როცა ტაროს შლი, შენი ღვთიური ძალები იბლოკება მაგ დროს ავტომატურად. იმიტომ რომ ეს მაღალი იერარქიის შექმნილი არ არის და თავდაცვითი მექანიზმი აქტიურდება. და შენ რომ ამბობ, რომ შენი ინტუიციით აკეთებ ამას, მაგ წარედ ცდები. მაღალი იერარქიას გააჩნია მთელი რიგი უსაფრთხოების მექანიზმები, რომ შენ დედამიწაზე რომ მოხვედი ღვთიური ძალებით და ნიჭით, შენ თუ გადაუხვიე გზას, შენ შავ სიაში აღმოჩნდები და აღარ გერიცხება ენერგიები. მხოლოდ გერიცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიები, რომ იმის იქეთ ვერაფერი ვერ გააკეთოს. წითელი დროშა აქვს მის ანგარიშებს მაღალ იერარქიაში. რადგან უკვე კრიმინალში გაყო თავი. შენ გააქვს კოლოსალური ძალები, უბრალოდ როგორც კი ტაროს ხელს კიდებ, მაშინვე გებლოკება ეს ძალები მაღალი იერარქიიდან, რომ ეს ძალები დემონებისთვის არ გამოიყენო და დემონი გიდებს უკვე შენ
კონტრაქტს და დემონს ეხა შენ რა სიჭირდები? შენ დემონს არაფერში არ ჭირდები. შენ დემონმა უკვე მოგიგვარა რით. ნიჭის მქონე გაგაჩერა, დაგიბლოკა ანგარიშები. უფლიდან და სამყაროდან მოგდის მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგიები, არც მეტი, არც ნაკლები. თქვენი ზემოთ სულელები ხო არ გონიათ. დაბლოკილი აქვს ტაროლოგს ღვთიური ენერგიები. ნიჭი, რაც ჩვენ გვაქვს, ეხა რაც მე მაქვს ნიჭი, რასაც ვლაპარაკობ. ეს მე კი არ მეკუთვნის. ეს მოდის უფლიდან. მე რო რაღაც ეხა კოშფარები გავაკეთო ან ტარო ავიღო ხელში, მე დავიწყებ დეგრადირებას. ესე ვეღარ ვისაუბრებ, გახსნები აღარ მექნება, ინფორმაციები აღარ მექნება. ეს ინფორმაცია ჩემს ტვინში კი არაა ჩატვირთული. ამ ინფორმაციებზე მე მაქვს წდომა, ჩემი სისუფთავიდან გამომდინარე. გესმით? თქვენ ნიჭები კი არ გაქვთ. თქვენ წდომები გაქვთ სამყაროს გარკვეულ დონეებზე და მექანიზმებზე. და როგორც კი ტაროს ხელს კიდებ, მაშინ ეს წვდომები უქმდება. როგორც ახლა კომპიუტერი რო ჩახსნა ინტერნეტიდან, ან რო შეზღუდო, იგივე გემართება. ეზოთერიკი, რომელიც სუფთა ცხოვრობს, სხვა შავ რიტუალებს რომ არ აკეთებს და ტარო აქვს შეჩრილი თავის და გაუცნობიერებლად, ასეთი ეზოთერიკის მედიტაციები, სხვადასხვა მოვლენები, რასაც ის აკეთებს ადამიანებთან მიმართებაში, თითეული მისი მედიტაციები არის დაბინძურებული. ქსელია დაბინძურებული. მის მედიტაციებში უცნაური რაღაცეები ხდება. ამ ადამიანსაც დიდი ბრძოლების გავლა უწევს საკუთარ თავთან. დიდ ბრძოლებშია და გგონია რომ ეს ბრძოლები რაღაც სამყაროდან არის მოსული და არა და თავისი გამოწვეულია. თავისი ხელით იწვევს ამ ბრძოლებს, რომელიც მას უბრალოდ დატორმუზებს. და შენ ხელოვნურად შეიქმენი ბარიერი შენი სულიერი განვითარების. ჭიდაობის პროცესში ხარ, იმიტომ რომ ტარო ვერ მოგიშორებია. ტაროს გარეშე 1000-ჯერ მაგრად გამოგივა. უბრალოდ ტაროზე შექსვეს, როგორც ნარკომანი და გაგაჩერეს და გაქციეს თუთიყუშად და რისთვის ადამიანი? რისთვის? დაფიქრდი, რატო, რა სჭირდება ეს? ტარო არის დემონის თუთიყუშობა და შენს ნიჭზე ხელბორკილების დადება. ტარო არის ხელბორკილები, რომელსაც მოყვება კონტრაქტი დემონთან, მთელი რიგი ვალდებულებები და რომელთანაც ხდება შენი პირადი პროტოკოლების გადაცემა. შენზე მართვას აძლევ. მარტივია. ისეთი მარტივია, რომ ბავშვიც მიხვდება და შენ რატო ვერ ხვდები? მაგაზე არ გიფიქრია? ეგ იგივე არის, ეხლა მიხვიდე და დაუდო ვიღაცას კონტრაქტი, მე ვიქნები შენი მონა, რაც გინდა მიყავი, შენი თუთიყუში ვიქნები, ის ვიქნები შენი და კიდე 1000 სიმახინჯე. შენ რა გონია, მაგ კონტრაქტის ნაწილებში კიდე რა არის? ტაროს თუ თავს დაანებებ, მე ვიწყებ შენს ტერორსო. ტაროში დევს ერთი განურჩეველი კონტრაქტის ნაწილი, პუნქტი. ტაროს როგორც კი თავს ანებებ, მაშინვე უფლება აქვს დემონს გაწამოს, წაგართვას ჯანმრთელობა, წაგართვას ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასია. და ეს ყველა ტაროლოგმა იცის, ვინც ცადა ტაროს თავის დანებება, რეები ემართებათ, იცი ხალხო? ონკოლოგიური, ფსიქოზი, პირდაპირ ჩნდება ის დემონი, აწამებს, აწვალებს, იწყება დიდი ხერხვა. შენ ამ ხერხვის და ამ წამების უფლება მიეცი მაშინ, როცა ტაროს გაშლა დაიწყო. და სად მიეცი უფლება, ეს უკვე განვიხილეთ, იქ მიეცი უფლება, რომ კითხვები არ დასვი. ისეთი კონტრაქტი აქვს დემონთან, ტაროლოგს, რომ წარმოიდგინეთ, რეები ეწყებათ, იცი? ამაზე არავინ არ საუბრობს. ამ ინფორმაციებს კოლეგასაც არ ეტყვის. მაგრამ ეხლა ჩემთან ბევრი მოსულა და ანონიმურად მწერენ, ანონიმურად მესაუბრებიან ყოფილი ტაროლოგები, ვინც რა გადაიტანა, ვინც რა პროცესებს გადის, იმიტომ რომ მაგათაც არა აქვთ პასუხები და ხვდებიან, რომ მე მაქვს პასუხები. იქიდან გამომდინარე, რომ უსმენენ ჩემს ნაშრომებს და ხვდებიან, რომ ძალიან მაგრად ხვდები საერთოდ ეს სტრუქტურა, ქვედა სტრუქტურა, ზედა სტრუქტურა, ყველა სტრუქტურა როგორ არის მოწყობილი. მწერენ და აღწერენ თავის მდგომარეობებს და ყველა ერთი და იგივე მდგომარეობას აღწერს. ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს. ონკოლოგიური დაავადება ეწყებათ, თუ ონკოლოგიური არ ეწყება, ემართებათ თავის ტკივილების შეუჩერებელი, დემონი იწყებს ხმის ამოღებას უკვე. აქტიურ ფაზაში გადადის. და აქტიურ ფაზაში როგორც კი გადადის დემონი, დატერორებას იწყებს, რომ ადამიანი დაუბრუნდეს ტაროს. ტარო და ნარკომანია გვერდიგვერდ არის. ნახეთ, ატერორებს დემონი ტაროლოგს. ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, იქ ონკოლოგია მივიდა ექიმებთან, ექიმები ეუბნებიან, არ ვიცით მიზეზი რა არის. მოდის, მკურნალობს, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს, ფინანსების გარეშე დარჩა. ესეც დაპროექტებულია დემონის მიერ. ფინანსების გარეშე დარჩა, უკვე ძალიან დიდი თანხები ჩადო ჯანმრთელობაში, მაგრამ ვერ ეშველა ვერაფერი. სიზმრებში ატერორებს. ხმები ესმის უკვე. აქამდე თუ ხმები არ ესმოდა და არ აწუხებდა ტაროლოგს დემონი, უკვე აწუხებს დემონი. იმიტომ რომ იქამდე კომფორტში ყავდა დემონს. და ყველაფერი ეს დატერორება იმისთვის მიდის, რომ ტაროლოგმა აღადგინოს, თავისი საქმიანობა განაახლოს და მოიზიდოს ხალხი. ტაროლოგისგან დემონს არაფერი
ყველაფერი არ უნდა რეალურად იცის დემონმა რომ ტაროლოგიის ანგარიშები ღვთიური ენერგიები დაბლოკილია ზემოთ და მაინც ვერ გაანაღდებს ამ ადამიანისგან იცის დემონმა რომ ეს არის მისი თუთიყუში იმისთვის რომ სხვა ადამიანებთან მასაზე რო გავიდეს და ამიტომ ატერორებს დემონი რომ ისევ ჩადგეს ტაროლოგი ტაროს გაშლის ფუნქციაში და კვლავ მოიზიდოს ადამიანები რომ მე ამ ადამიანებთან ეს დემონი კონტაქტში გავიდეს ტაროლოგს უკვე ამდენი თავდასხმები რო აქვს თავის დანებება უნდა მაგრამ ფიტავს არ ეშვება მიხვდეთ ვერ იშორებს ამას იმიტომ რომ კონტრაქტები დადებული აქვს და ამ კონტრაქტის გაუქმებას ვერ ახერხებს და იფიტება ტაროლოგი იფიტება და ბოლოს ნებდება და ისევ იწყებს ტაროს გაშლას და ტაროს გაშლას რო იწყებს ისევ ხრება ჯანმრთელობის პრობლემა ფინანსები შემოდის ამ ხალხისგან და ისევ იმ სარგებელს იღებს და უკვე მისი მონაა უკვე მორჩა ამ მდგომარეობას ქვია მონობა როცა გინდა რაღაცას გაიცალოთ დაგატერორა გამოგფიტა და ვერ გაიქეცი და ისევ დაბრუნდი იქ რაღაც რო არ გინდა და აკეთებ მონობა ქვია მაგას მე კი არ ვაყენებ ვინმე შეურაცხყოფას ამ პროცესს ქვია მონობა რაღაც რომ არ გინდა გააკეთო და აკეთებ და მე უკვე თავს აჯერებ რომ ეს ჯობია შენთვის და ეს არის შენთვის უკეთესი იმიტომ რომ ეხა მონას ხო არ უწოდებ შენ თავს და ნარკომანიასთან ახლოს არის თქო რატომ თქვი ვერ ანებებს თავს ლომკის ნაცვლად აქვს ტერორი და ეს ყველაფერი რაც აღწერე და ვერ ანებებს თავს და ნარკომანია და ტაროლოგია გვერდ არის რეალურად უბრალოდ ნარკოტიკის სიამოვნების ნაცვლად ტაროლოგი იღებს გარეგნულ აღიარებას ხალხისგან რაღაც დროებით ისიც და ფინანსებს და თუ დაანებებს თავს ტაროლოგიას ლომკები მოდის ლომკების ნაცვლად ტერორი მოდის დემონიდან ამიტომ ტარო არის სულიერი ნარკომანიის ერთ-ერთი მიმართულება რომელსაც იწვევს დემონს საქართველოში ადამიანები რომ გაიფიცნონ და ტაროზე აღარ მივიდნენ ყველაფერი შეიძლება წარმოუდგენელი სიძლიერით თქვენ ტაროს მიმართ გაფიცვა უნდა მოაწყოთ ყველამ და ამით უნდა შეცვალოთ მომავალი თაობის მომავალი და მოგიწოდებთ ჩაწერეთ თქვენი გამოცდილება ტაროლოგთან დააკვირდით თქვენ სიტუაციებს როგორ განვითარდა თქვენს ცხოვრებაში მოვლენები გაუმჯობესდა თუ გაუარესდა გამოჯამრთელდით ვარესი დაგემართა და დათაგეთ #taroklaus ქართული ასოები #taroklaus დათაგეთ აღწერეთ თქვენი სიტუაცია თქვენივე გვერდზე ატვირთეთ ჰეშტეგით ტაროკლაუს ვიღაც სანამ ტაროზე მისვლას გადაწყვეტს რომ ნახოს ეს ჰეშტეგი თქვენი გამოცდილება თქვენ ვერც წარმოიდგენთ რამდენი დათაგავს #ტაროკლაუსზე და რამდენი მოყვება თავის მწარე გამოცდილებას უბრალოდ თქვენ ამაზე ცდომა არ გაქვთ ეს ხალხი ჩუმად არის და ვერ წხვდებათ მათ თავს რა შეემთხვა მაგრამ შენ თუ ეს ვიდეო მოისმინე შენი ისტორია მოყევი ატვირთე შენს გვერდზე და დათაგე #ტაროკლაუს და ყველა შეძლებს შენი ვიდეოს ნახვას შენი პირადი გამოცდილების მოსმენას და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ვიდეოთი შენ შეგიძლია გადაარჩინო 1000 ადამიანი ერთი ვიდეოს ჩაწერით, შენი პირადი გამოცდილებით და 1000 ადამიანს რო გადაარჩენ, შენი აზრით ეს მადლი ვისთან მივა? შენთან მოვა. შენ უბრალოდ სხვა ადამიანებს კი არ გაუზიარებ შენს ნეგატიურ გამოცდილებას ტაროსთან, არამედ მადლს მიიღებთ თითეული იმ ადამიანის გადარჩენაში, რომელმაც მოგისმინათ და დაგიჯერათ და გადარჩა ამით და ეს მადლი რაღაც სიტყვა მადლი კი არ არის ცალკეულად ეს მადლი არის უფლის მხარდაჭერა სამყარო გიყურებს რომ შენ 20 ადამიანმა მოგისმინა 100 ადამიანმა მოგისმინა არ გაყო თავი დემონთან შენ წარმოგიდგენი არ ამხელა ძალები გეკუთვნის ამის მერე ვერც აცნობიერე რა ძალებს მიიღებ უფლისგან რომ ამდენი ადამიანი გადაარჩინე ერთი ვიდეოს ჩაწერით შესაძლოა 1000-ობით ადამიანმა ამოყოს თავი და თქვას თავისი ისტორია და თქვენს პირიღია დარჩებით ეს რა ხდება თურმე და თქვენ ამით შეცვლით თქვენს პირად მომავალს, თქვენი შვილების მომავალს, ქვეყნის მომავალს და ძალებს მიიღებთ ამით. და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. გამოაჯანმრთელეთ ადამიანები თქვენი ისტორიით. კარგად გააცნობიერე ეხლა რა ინფორმაცია მოისმინე. ტაროლოგებო, ეს ნაშრომი თქვენ საწინააღმდეგოდ კი არ არის ჩაწერილი. ეს ნაშრომი არის თქვენი გადარჩენისთვის ჩაწერილი და აგიხსნით ყველაფერს. ნახეთ, დედამიწაზე შემოდის მაღალი ენერგიები. შუმანის რეზონანსი იზრდება. შუმანის რეზონანსი არის მაღალი ვიბრაცია. რომელიც აქვეითებს, ასუსტებს ბნელ ძალებს. ყოველდღიურად სუსტდება დაბალი ძალები და ძლიერდება მაღალი ძალები. შავმაგებში პირიქით, დაბლდება ძალები. დღეისთვის შავი მაგობა არის უპერსპექტივო საქმე, მოდი ესე გეტყვი. აქედან გამომდინარე, ვინც პოლუსის ბნელ მხარეს დარჩება, მას ელოდება სერიოზული პრობლემები. შენ ამას ვერ გაიაზრებ, რა პრობლემები გელოდება, იმიტომ რომ შენი პატრონი ამის საშუალებას არ მოგცემს. ტაროს უკან რაც დგას, ის დემონებიც სუსტდებიან. რაც უფრო სუსტდება დემონი, მით უფრო სუსტდება შენი შესაძლებლობები. რაც უფრო სუსტდება შენი შესაძლებლობები, მით უფრო კარგავ კლიენტურას. კლიენტურას რომ კარგავ, დემონი გთხოვს უკვე საკვებს და მერე უკვე შენგან იღებს.
აბა გაიკითხე შენს კოლეგებში რაღაცა შავი მაგიის რიტუალები ისე აღარ მოქმედებს როგორც ადრე მუშაობდა, რაღაც აღარ ეხმაურებიან დემონები თქვენს რიტუალებს, რაღაცა ისეთი ხდება, ხო? აღარ მუშაობს, რაღაცები შეიცვალა, ხო? რატო იცი? იმიტომ რომ ამ დემონებს თავისთვისაც აღარ ყოფნით ძალები, შიმშილში არიან, შიმშილს იწყებენ. ის კი არა რომ თქვენთან კონტაქტში გამოვიდეს, რეაგირებაზე გადიან დემონები არა რაღაც წვრილმან რიტუალებზე, არამედ დიდ კუშზე არიან, უკვე იციან რომ დრო აღარ აქვს და ნადირობენ დიდ თევზზე და თქვენ რომ რიტუალებს აკეთებთ, ძლიერი სულის მქონე ადამიანი არ მიდის ესე ადვილად მკითხავთან და ამიტომ დემონები ეშვებიან მკითხავებს მაქსიმალურად და ნადირობენ დიდი კუშის მქონე სულის მქონე ადამიანებზე. ამიტომ თქვენი რიტუალები აღარ იმუშავებს მომავალში. ძალები დაკარგეს იმათ და მაგიტომ. ანუ თქვენი ძალები ის არ იყო და მაგიტომ არ მუშაობს. ბნელები რომ კარგავენ ძალას, თქვენ რომ ტაროს გაშლით, რაღაც რიტუალს გააკეთებთ, რაღაც შავი მაგიის ქმედებას გააკეთებთ, თქვენი ეს რიტუალები და ეს ყველაფერი აღარ იმუშავებს და თქვენ ავტომატურად დაკარგავთ კლიენტურას. ყველას გელოდებათ სახელობრივი და ენერგიული გაკოტრება. მარტივად რო გითხრათ, შედეგს ვეღარ დადებთ და შედეგს რომ ვერ დადებთ, თქვენთან აღარავინ აღარ ივლის. ყველაფერთან ერთად ბნელი რომ სუსტდება, ადამიანებიც იღვიძებენ და თქვენთან უკვე აღარ დადიან. ხვდებიან რომ რაღაცა ისე ვერ არის, რაღაცა არ ღირს ეს ყველაფერი, რომ ინტუიციურად ხვდებიან, უკვე გესმით? ვიღაც ეზოთერიკოსი ან ტაროლოგი ეხა შეიძლება ჩემზე გაბრაზდეს და რას აკეთებს ეს კლიენტურა წამართვა ვერ ხვდები. მე კი არ გართვევ კლიენტურას. ხალხი იღვიძებს და ხალხში შედის ის ცნობიერი რომ არ უნდა გააკეთოს ისეთი რაღაც, რაც მას დააზარალებს და ინტუიციურად ხვდება რაღაცებს. თუ ვინმე თქვენთან არ ივლის, საქმე ჩემში კი არ არის, არამედ საქმე იმაში არის, რომ თქვენს უკან ვინც დგას, ისინი სუსტდებიან და თქვენი კითხაობა თუ სხვა დანარჩენი აღარ მუშაობს იმ ძალით, ასევე ხალხი იღვიძებს, მათში შუქი შედის და ეს ორი ინგრედიენტი ქმნის შედეგს, რომ უკვე კლიენტურას კარგავთ და ძალებს კარგავთ. ერთადერთი რაც გრჩებათ ეს არის ფოლოვერები. ეს ყველა კომპონენტი ავტომატურად თქვენს გაკოტრებას გამოიწვევს. ის დემონი შენ მიბმული ყავს ფეხზე ბორკილებით და დღითი დღე ველურდება ის დემონი. საკვები რო არ აქვს დემონს, კატასტროფული შიმშილი ეწყება. როგორც კი დემონი შიმშილს იწყებს, ზომბის მდგომარეობაში გადადის. არ შენი პარტნიორობა აფიქრებს, არაფერი არ აფიქრებს. ეს ცოდნა არ არის კრიტიკული ან რატო ხართ ესეთი ან რატოა ეს ცოდნა არის იმისთვის რომ გადარჩეს თქვენი კლიენტების და თქვენც. ამიტომ მე ყოველთვის თქვენ გამოსავალს გთავაზობ და გამოსავალი არის ეს. გამთლიანებაა გამოსავალი. მთლიანი მასში ცოდნებია გამოსავალი და გაქვთ გამოსავალი და გამოდით. სანამ დაიხურა კარები და რო დაიხურება ის კარები, აღმოჩნდებით კაცი ჭამიებში. სადაც როგორი იერარქია იცი? კაცი ჭამიები ჭამენ შავმაგებს. კაცი ჭამიებს ჭამენ მხეცი ჭამიები და მხეც ჭამიებს ჭამენ მხეცთა ჭამიები და მხეცთა ჭამიებს ჭამენ დემონების ისე და სანამ ერთი არ დარჩება ბოლოს სატანა. სატანად ყველა შავმაგს და ყველა თავის დაბალ არს აგროვებს საბოლოოდ იცის რაც მოხდება იმისთვის რომ კარები რო გადაიკეტება ბოლოს როგორც ციმბირიდან გამორბოდნენ ადამიანთან ერთად და გზაში ჭამდნენ ამ ადამიანს იმისთვის რომ გადარჩენილიყვნენ, იგივენაირად ხარ თქვენ მისთვის და ნებისმიერ დემონი და ეს არსი სატანასთვის. კარები რო გადაიკეტება, სანამ ახალ სიცოცხლეს იპოვის კოსმოსის ჯიბეში სატანა, ამოჭამს ყველა თავის იმ დემონს. ეს სცენარი სატანამ დიდი ხანია გაითამაშა სამყაროში. ეს მისი პირველი როდეო არ არის. მერე სხვა ცივილიზაციას მოუწევს ჩვენი გზის გავლა. ჩვენ ახალ ცივილიზაციაზე გადავალთ, ახალ ცნობიერზე, ახალ ენერგიულ მდგომარეობაში და ხეცი ჭამიებში და მხეცთა ჭამიებში რო ამოყოფ თავს, რას აპირებ იქ? კარგად გააცნობიერე, რას გეუბნები. შენ უნდა დაანებო ტაროს თავი და ისეთი ცოდნები წამოა შენგან, რომ როცა მოგისმენ გაკვირვებისგან და სიხარულისგან პირს დავაღებ. შენ რომ მომისმენ მე გაკვირვებისგან და სიხარულისგან პირს დააღებ და ერთმანეთის მიმართ პირი უნდა ვაღოთ, ისე უნდა ვაკვირვოთ კარგი კუთხით. მაგრამ დღეს მე თქვენ რო გისმენ, მომიტევით, ამ პირს საერთოდ ვერ ვაღებ გაუცებისგან. უფრო ის მიკვირს, რატო ვერ მიაღწიეთ იმ შედეგებს, რასაც იმსახურებთ. იმიტომ რომ ხედავ რაოდენ დიდ შრომებს გადიხართ. ხედავ რომ დიდი ძალები გაქვთ და ხედავ რა დღეში ჩაიგდეთ თავი. ვერ ხვდები თქვენ რანაირად ვერ ხვდებით ესეთ უბრალო ჭეშმარიტებებს, რასაც მე გიზიარებთ. როგორ ვერ ხვდებით ამას? სად მოხდა ეს დაბინძურება თქვენში ესეთი, რომ რაღაც ცნობიერის ნაწილი გაგითიშეს ისე, რომ გასაგებია შავ რიტუალებს არ აკეთებ, მაგრამ ამას აკეთებ.
ანუ სად მოხდა შენი დაბინძურება? სად მოხდა შენი გათიშვა? რა მოხდა საერთოდ? კითხვა დასვი და როგორ მოხდა შენში ეს ამბავი? ნაცრისფერი ეზოთერიკოსები ავიღოთ, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ აი მე სიყვარულში ვარ, შავმაგიურ რიტუალს არ ვაკეთებ, იმას არ ვშვები, ამას არ ვშვები და სუფთა ვარ, ფიქრობს. მაგრამ ტაროს ვაკეთებ, იმიტომ რომ ტარო უბრალოდ ინსტრუმენტია, მაგრამ კითხვას არ სვავს ვისი შექმნილი ინსტრუმენტია და რისთვის გამოიყენებოდა სინამდვილეში და საერთოდ არ იცის რა თქმა უნდა ქვეპროტოკოლებში რა პროგრამებია ჩადებული. კონტრაქტი არ აქვს წაკითხული ტაროს, იმიტომ რომ ტაროს კონტრაქტი რომ წაიკითხო, ამისთვის ან ვატიკანის არქივები უნდა ამოიღო, ან სადღაც გრიმუარი მილიონებად უნდა იყიდო და ეხლა ვიღაცამ კითხავს შენ საიდან იციო, მაშინ და ეხლა მე საიდან ვიცი, მე იქიდან ვიცი რომ სამყაროსთან ვარ პირდაპირ დაერთებული, დიდი კაბელით ვარ დაერთებული, აი როგორი კაბელით იცი? აი ნებისმიერი ინფორმაცია მყისიერად მოდის თავში, მაგრამ ინფორმაციასთან ერთად პრაქტიკა ხალხს უსმენ და გარემოს უსმენ და ყველაფერში საიმში ვარ. ყოველდღიურად სადღაც წერს ახალი ისტორიით 5-10 კაცი და ყოველდღიურად უსმენ ყველა ამ ადამიანს და უპასუხობ ამისთვის საკმარის დროს გამოვძებნი ხოლმე. გესმით? სხვა ეზოთერიკოსები იმით არიან დაკავებული ფოლოვერები როგორ გაიზარდონ, პოპულარული ვიდეო როგორ დადონ და ადამიანებმა ფულით ვარ გადაუხადეს, არ უსმენენ და ისიც უგულოდ უსმენენ და მე არაფერი არ მაინტერესებს, არც ვიზუალის გამოჩენა, არც პოპულარობა, არც სხვა რაღაც, ერთადერთი რაც მაინტერესებს, ეს არის ადამიანებს დავეხმარო და ცოდნები გავხსნა. მარტო ამას ვაკეთებ. ჩემი ლაპარაკი არის 100%-იანი სიმართლე, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის მიერ მოსმენილი ისტორიებით ვიცი რა ხდება სისტემებში, შესაბამისი ცოდნები მაქვს და სამყაროსთან კავშირში ვარ. ყველა წახნაგი მაქვს იმისთვის, რომ სწორი ცოდნა დავდო. ტაროს რომ შლი შენ ეს ნეტარება და ეს კავშირი 100%-ით ვერ გექნება სამყაროსთან. დაბლოკილი გაქვს. მარტივ ენაზე რო გითხრა, მაგაზე დიდი საიმი და გეხუტუნე შეგრძნება არ არსებობს, როდესაც სუფთა ენერგიებში ხარ და კავშირში ხარ უფალთან სამყაროსთან. ეს არის ის შეგრძნება, რომელსაც ქვია გეხუტუნე, გენაცვალე, შენ გენაცვალე. გესმის რაზეა საუბარი? და თქვენ ამას იმსახურებთ, უბრალოდ გზას აცდით და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ გზას, სუფთა გზას. მაგარი შეგრძნებაა, იმიტომ რომ ყველაფერში და ყველაფერთან კავშირში ხარ და ყველაფერზე პასუხი გაქვს და ყველაფერში ხარ. გესმის? და შენ რო შავ მაგიაში ხარ, შენ ხარ არაფერში, შენ ხარ ყველაფრის ილუზიაში და გონია ეს არის ყველაფერი. ეს იგივე არის ვიღაცამ ფეკალიებში რო ჩაგაგდოს და შენ სიამოვნებისგან რო იზილავდეს სახეზე ფეკალიებს და რო გეგონოს რომ რაღაც გამაჯანსაღებელ აბაზანაში იმყოფები. ეს არის რეალობა, რა მაგალითიც მომყავს ახლა თქვენი რეალობაა ეს. ტარო რას აკეთებს? შენ ხარ დემონის შუამავალი იმისთვის რომ მოიზიდო, გაძარცვო და დააზარალო ადამიანები. ფაქტობრივად შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ადამიანს შუქს ენერგიას პარავს. და ამ ყველაფერში შენი სიგოიმე იცი რაში მდგომარეობს ტაროს რო შლი? სანამ ტაროს გაშლიდი, შენ თავად იყავი ენერგიის წყარო და ტაროს გაშლა რომ დაიწყე, შენ გახდი ის, ვინც სხვას ენერგიას პარავს. და ყველაზე დიდი უცნაურობა აქ ის არის, რომ შენ თავად რომ იყავი ენერგიის წყარო და ნიჭის მქონე არსი და იქეთ გაცემდი ძალას. რატო გახდი ის, ვინც სხვის ძალას იპარავს და ენერგიას? არ გჭირდებოდა ეს, გესმის რას გიხსნე? ამიტომ ხარ გოიმი. კარტის გარეშე ვეღარაფერს ვეღარ ხედავ, უბრალოდ შენს ნაცვლად ხედავ, სხვა. ხეიბარი გაიხადე საკუთარი თავი. ამიტომ ხარ გოიმი, გესმეს? იმიტომ კი არ ხარ გოიმი რომ მეგიწოდე, არამედ შენი შედეგით ხარ გოიმი. ამაზე დიდი ბოროტი ცინიზმი რა შეიძლება იყოს, რომ მაგალითად ეხლა მილიონერი რო ავიღოთ, ყურში ხელი რომ მოვკიდო, ჩამოვართო მილიარდი და რომ ვაპარინო სხვის სახლში ფულები. ამაზე რო დამთანხმდეს მილიარდელი. რა ქვია ამ მილიარდელს? გამოცანა გვეუბნება, რა ქვია ამ მდგომარეობას? მე მაქვს ამაზე პასუხი გოიმი. თქვენ სხვა პასუხები გექნებათ ალბათ. შენ ხარ ენერგიის წყარო და რატო პარავს სხვას? არ ჭირდებოდა ეს. არ ხარ ადამიანი და შავ სიაში ხარ. მაღალი იერარქიის საგამოცდო პერიოდში ხარ. გასუფთავდები, ისევ მოგეხსნება ყადაღა და დაიწყებ წარმოებას, ანუ გადმოგერიცხება ძალები. მაგალითად, 1 წლის განმავლობაში 1 მილიონი ენერგია უნდა გადმოგერიცხოს. და შემთხვევით სადღაც რიტუალში გაყავი თავი. მაშინვე შენი ეს გადმოსარიცხი ენერგია იბლოკება ნახევარი. კიდე გაყავი სადღაც თავი, დაგებლოკა იმის ნახევარი და მე თუ რაღაც ღრმაში გაყავი, მთლიანად გებლოკება და მარტო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგია გერიცხება. არაფერში არ ხარ, არც იქეთ ხარ, არც აქეთ ხარ. და როგორც კი იწყებ გასუფთავებას, იმ ექვივალენტში იხსნება ყადაღები ნენელა და იწყებს ენერგიები გადმორიცხვას. ჯერ 10, მერე 20, მერე 40, 80, მერე მილიონი, 2 მილიონი, 3 მილიონი და მერე მთლიანად იხსნება არხი. და მერე უკვე პირდაპირ დაერთებული ხარ არხზე და აღარანაირი წვალება აღარ გჭირდება რამეს დაფიქრება
მოგზაურობაზე, არც გამკურნებაზე, არც რამე, არაფერზე აღარ ჭირდება წვალება. პირდაპირ დაკავშირებული ხარ, ანუ აბსოლუტურ ნდობაში ხარ სამყაროსთან. უკვე მან იცის, რომ არანაირი კავშირები არ გაქვს, ბოროტებას გაემიჯნე, უკვე იქ ხარ. და ესე ტრანსის კვანძება ერიცხება ადამიანს ენერგიები, ან რაც უნდა დაიწყო და აღარ ერიცხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაკვეთები აქვს ადამიანს და საით მიდის. თუ სიკეთისკენ მიდიხარ, თანხების გადმორიცხვა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, თუ ბოროტებისკენ მიდიხარ, მკვეთრად ჩერდება ენერგიების გადარიცხვა და მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგიები ერიცხება. ეს ძალა ნდობის ექვივალენტში რომ არ მოგცენ და გადმოგირიცხონ პირდაპირ, შენ ამ გადმორიცხულ ენერგიას ბნელი გამოიყენებს და მაგის არიფია მაღალი იერარქია ეხა რომ შენ რაღაცა შენი სიბრიყვის გამო ბნელს აყენებინოს ენერგია ღვთიური წაბილწოს ბნელმა მაგას ფიქრობ რომ ეს ესეა არ არის ესე იმ ექვივალენტში იღებ ენერგიას რა ექვივალენტში სისუფთავი გაქვს დაცული ამიტომ სისუფთავის დაცვა არის გარანტი შენი ღვთიურობის ამას წინა 14 წლის გოგო იყო მოსული და ტაროს გაშლა მასწავლაო იმან მეტარეროა თქვენი მთავარი ბავშვებს ასწავლის რომ მოგწონთ ბავშვებს ასწავლის ტაროს 14 წლის თქვენ შვილებს თქვენ არიცით თქვენი შვილების შესახებ ეს ყველაფერი თქვენ პატარა შვილებს ითრევენ ესენი გესმით რას გიხსნეთ თქვენ რო უყურებთ იმათ და ვითომ მაგარი ტიპები რო არიან და ვითომ ცნობილები რო არიან და შოუებში მონაწილეობა თქვენ პატარა 14 წლის და 12 წლის გოგოებს ითრევენ და ბიჭებს უბრალოდ თქვენი შვილების შესახებ ეს არიცით და პირადად ითრევენ ესენი ამ ბავშვმა მითხრა მას ველაპარაკეო და მან მომცა ეს რჩევებიო 14 წლის ბავშვს აძლევს ტაროს გაშლის რჩევებს 14 წლის გოგოს როგორ ასწავლი მაგას არ ცხვენია და მე გამოვა და თავის შვილს მოეფერება და რას ეფერები შენ შვილს 14 წლის ბავშვს წირაო შვენივრად იცი რისთვისაც წირაო რა რჩევებს აძლევ ამ ხელაქალი რაც არ უნდა იყოს უფალს ყველა უყვარხართ ამიტომ შავი მაგებიდან დაწყებული უბრალო ადამიანებით დამთავრებული ყველას გისურვებთ უფლის გზისკენ გიაროთ გასუფთავებული ყავით და გამოცდები რისთვისაც აქ მოხვედით ჩაგებარებიოთ და გააგემარჯვებიოთ უფლის გზაზე ყველას გისურვებთ უფლის გზაზე კრისტალით გევლოთ ამინ